ვფიქრობ, რომ წელიწადი დაიწყო ძალიან турბულენტურად ძალიან მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის და როგორც ჩანს გარდატეხების პერიოდია და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უნდა ვუსურვოთ, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებები ამ მის რწმენით, ამ გამარჯვების რწმენით, თავისუფლების, დემოკრატიის უნდა დავიწყოთ ახალი წელი აუცილებლად და ვფიქრობ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად აი მათ შორის იმ წარმოუდგენელი ზეწოლისა, რომელსაც ახორციელება ჩვენს მოქალაქეებზე, მათ შორის თქვენ რესპონდენტებზე, საზოგადოება არის შემართებით და ეს არის მთავარი და საერთაშორისო ვითარებას ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ განვითარდება იმგვარად, რომ ავტოკრატიების, ასე ვთქვათ, ეს ალიანსი, რომელიც გასული წლების მანძილზე შეიქმნა და რა თქმა უნდა თავის როლს თამაშობდა იმაში, რომ ხელს უშლიდა თავისუფლების და დემოკრატიის დღის წესრიგს მსოფლიოში, რომ ამ ავტოკრატიების ალიანსს სერიოზული დარტყმები მიადგება, ამისი იმედიც უნდა ვიქონიოთ ამ წლის, ასე ვთქვათ, საახალწლო მოლოდინების დიდი მონდომებით ელოდებოდა ქართული ოცნება ტრამპის ჯერ გაპრეზიდენტება, შემდეგ ინაუგურაციას, ახლა ვხედავთ, რომ ავტოკრატიების ალიანსს სწორედ ტრამპი არღვევს. როგორ ფიქრობთ, მოიცლიან თუ არა საქართველოსთვის და დადგება თუ არა დღის წესრიგში ჩვენი ქვეყანა, ისე როგორც მაგალითად გუშინ თემთა პალატაში ისმოდა ივანიშვილის გვარი არაერთხელ, ისმოდა BBC-ს საგამოძიებო ფილმი, ისმოდა ყულევის ნავთობტერმინალი სანქციების თავიდან აშორება და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხი. რა სიგნალია ეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის? ხო, ნუ ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენი რეგიონალური კონტექსტი და ეს რეგიონალური კონტექსტი უკავშირდება მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოკუპანტ სახელმწიფოს, რომელსაც 20% ჩვენი ქვეყნის აქვს მითვისებული და ჩვენ ერთ რამეს ვხედავთ ძალიან ნათლად, რომ ყოველ შემთხვევაში ახალი ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, პირობებში გარკვეული რეალიზმი, ასე ვთქვათ, შემოდის ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებაში, რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას. ჩვენ გვახსოვს, რომ საკმაოდ რაღაცა ოპტიმისტური მოლოდინები იყო, რომ ეს რაღაც მარტივად შესაძლებელი იყო ამის დასრულება. თუმცა აღიარა თვითონვე, რომ არ ყოფილა ეს ასეთი ადვილი. ხო, აქ ცხადია, ახლა ჩვენ ნახეთ მათ შორის განცხადებები ევროპული სახელმწიფოების, ნახეთ ევროკავშირის განცხადება დღეს, რომ მთავარი ამოცანა თუ ვინმე სურს მშვიდობის შექმნა და მშვიდობა ყველას უნდა, ვინც არის დემოკრატიის თავისუფლების მხარეს, უკრაინელი ხალხის მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას, მაგრამ ამ მშვიდობას სჭირდება პირველ რიგში რუსეთზე სერიოზული წნეხი და ზეწოლა. ამიტომ აი ამ კონტექსტში მათ შორის ის განხილვა, რომელიც დღეს შედგა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ როდესაც ვიწროვდება, ასე ვთქვათ, თქვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში დემოკრატიის მარცხის შესახებ დებატები, ეს არის რუსეთზე ზეწოლა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციის მიზეზი არის ორი. ერთი, რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატიის გზიდან ამ ქვეყნის გადახვევა და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მთავრობას დემოკრატიული მანდატი არ აქვს და არავის არ აქვს აღიარებული, როგორც დემოკრატიული მანდატის მქონე, ასე ვთქვათ, ხელისუფლება და მეორე, რაც ივანიშვილისთვის ბევრად პრობლემატურია და რატომაც ის არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ეს არის რუსეთთან ალიანსი, რუსეთთან კავშირი. ამიტომ მე ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ რაც უფრო გაფართოვდება და გაიზრდება უკვე მეორადი სანქციები იქნება თუ ეს სხვა რუსეთზე იმისთვის, რომ კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, გაიზარდოს, შევიწროვდეს მათი მოქმედების არეალი, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხილავთ მეტ დებატებს, ისეც როგორც დღეს მოვისმინეთ, იმიტომ რომ სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააღატაკა ქართველი ხალხი და ამავე დროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა აქცია რუსეთის, მე ვიტყოდი, ბინძური ინტერესების მომსახურების არეალად იქნება ეს
რუსული ნავთობის გარეცხვა, თუ იქნება ეს ბინძური რუსული ფულის გარეცხვა და ეს ძალიან მძიმე უჯდება სამწუხარო და კიდევ უფრო მძიმე დაუჯდება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს საერთაშორისო იზოლაცია ცხადია, რომ ასევე სამწუხაროდ ნიშნავს ჩვენს ქვეყნის ეკონომიკაზე შესაბამის ზეგავლენას და მათ შორის ის მოვლენები, რაც ჩვენ ვხედავთ ვენესუელაში და ირანში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეკონომიკური საფუძველი, ასე ვთქვათ, ამისი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის ეს ეკონომიკური განვითარება მოყვა საერთაშორისო იზოლაციას ამ ქვეყნების და ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა დროულად დავასრულოთ ავტოკრატიული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არ გადავიხადოთ ისეთი მაღალი ფასი ამაში, რაც მოუწიათ სხვა ხალხებს, ვინც ვერ მოახერხა აწლეულების მანძილზე დაესრულებინა ის რეჟიმები საკუთარ ქვეყანაში, რომლებიც ქვეყანას და ხალხს აქცევენ საერთაშორისო იზოლაციაში. ჩვენ ხედავთ, რომ იმ ქვეყნებში, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქნება ეს ვენესუელა, მანამდე სირია, ახლა ირანი, ეს არ მოხდა საერთაშორისო წნეხის და ჩარევების გარეშე თქვენ თავადაც თქვით ახლა ამ ყველაფრის შესახებ. საქართველო პატარა ქვეყანაა იმისთვის, რომ დღის წესრიგში, ფოკუსში მოვექცეთ მიუხედავად იმისა, რომ BBC-ს ფილმი ასე პირდაპირ ვერ ადასტურებს კამიტს, გამოითქვა ვერსია, რომ შესაძლოა ეს იყოს კამიტით მოწამულის ფაქტი, მაგრამ ქართული ოცნების რეაქციაც ვნახეთ, ისინი დასცინიან პრინციპში საპროტესტო საზოგადოებას, ამბობენ, რომ ახლა გაახსენდათ ჯანმრთელობა თუ დაუზიანდათ და ასე შემდეგ. მიგაჩნიათ თუ არა, რომ აი ეს ქიმიური იარაღით საკუთარი მოსახლეობის მოწამვლა შესაძლოა იყოს ივანიშვილზე ზეწოლის კიდევ ერთი მთავარი ბერკეტი და რა უნდა ქნას ასე დროს ოპოზიციამ და საზოგადოებამ. Ну, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენი დღევანდელი დე-ფაქტო ავტოკრატიული რეჟიმი დასცინის საკუთარ მოქალაქეებს ბევრი მიზეზებით, ხო? იმიტომ რომ აქ მარტო მოწამვლაზე არ არის და მოწამლულ ხალხზე და დემონსტრანტებზე დაცინვა, ისინი დასცინიან ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კაპიკები და გროშები აქვს პენსიის თუ ხელფასის სახით და ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიისთვის რაღაც წარმოუდგენელი ხელფასები აქვთ დანიშნული, ისინი დასცინიან საკუთარ მოქალაქეებს, რომელსაც აი მაგალითად ეხლა სავარაუდო კალაძის კორუფციული გარიგების შედეგად ჯიბიდან ამოაცლიან 400 მილიონს, რომელიც უნდა გადაუხადონ არბიტრაჟის შედეგად, ასე ვთქვათ, მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მაშინ, როდესაც, არ ვიცი, მაგალითად, ჩვენ დღეს კიდე მოვისმინეთ, რომ უკვე წლების წინ დაწყებული პროექტები, არ ვიცი, მე წარმოუდგენელი 21 საუკუნეში, ხო, ну წარმოუდგენელია, განსაკუთრებით, როცა ვიხსენებთ აი ამ თბილისის არარჩეული მერის, რომელსაც რეალურად ჩვენს დედაქალაქში 20%-იც კი არ უჭერს მხარს მოქალაქეების დაპირებებს, ხო, წინა საარჩევნოდ. ანუ ეს ხელისუფლება, მე ერთი რამ მინდა ვთქვათია, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააცნობიეროს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა. საპროტესტო საზოგადოებას კი არ დასცინის ეს ხალხი, მათ ოპონენტებს კი არ დასცინიან. დამოუკიდებელ მედიას ისინი დასცინიან საკუთარ მომხრეებს პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ საკუთარი მომხრეები მოატყუეს, როდესაც მაგალითად დაპირდნენ არჩევნების წინ, რომ ესე იგი ღირსებით მიდიოდნენ ევროკავშირში და დღეს ეუბნებიან, რომ ევროკავშირი ყოფილა ყველა ბოროტების წყარო დედამიწაზე. ისინი ჩვენ ვერ დაგვცინებენ, მე და თქვენ ვერ დაგვცინებენ, იმიტომ რომ ჩვენ ამ ხალხისთვის ნდობა არასდროს არ გამოგვიცხადებია. პირველ რიგში ვისაც დასცინის ქართული ოცნება არის თვითეული ადამიანი, რომელიც მივიდა და სხვადასხვა მიზეზებით ზოგმა გულწრფელად, ზოგმა ზეწოლით, ზოგმა რა მიზეზით მათ კიდევ მხარი დაუჭირა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ როცა თავადვე ეს ხელისუფლება თუ რა ვიცი, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება აღიარებს, რომ ყავდა ყველაზე ხანგრძლივი ვადით პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბიუჯეტს ქურდავდა. მაშინ როცა ყავდა ასევე ყველაზე ხანგრძლივი ვადით უშიშროების მინისტრი, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებას თურმე 1 მილიონ დოლარად ყიდდა და ბავშვების ჭამის ფულს იპარავდა ბაღებიდან და პენსიონერებს ქურდავდა. ხო, თავდაცვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ვთქვათ, იმიტომ რომ ესეც ხო დაცინვა საკუთარი მოქალაქის, რომ აი მაგალითად რო ავიღოთ დღევანდელი დე-ფაქტო არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი კობახიძე, რომელიც გამოდის
რაღაცა დაიხურა, რაღაცა ანტიკორუფციული, რაღაცა ქუდი და ფასები უნდა დავა. არა, მეცინება და საქართველოს მოქალაქე უნდა გაბრაზდეს და უნდა მიხვდეს, რომ დასცინის მას, იმიტომ რომ ვინ იყო ირაკლი კობახიძე? სადმე სხვა პლანეტაზე ცხოვრობდა, თუ პარლამენტში იყო, რომელსაც პირდაპირ საზედამხედველო ფუნქციები აქვს ხელისუფლებაზე და თუ კორუფცია იყო მის ხელისუფლებაში. და ამაზე ჩვენ ყვიროდით 8 წლის მანძილზე, რომელიც მე გავატარე როგორც ოპოზიციონერმა პარლამენტარმა პარლამენტში 8 წლის მანძილზე, მათ შორის ჩვენ ლელოს პოლიტიკურმა ჯგუფმა ჰქონდა ინიციატივა, რომ საგამოძიებო კომისია შექმნილიყო კორუფციასთან დაკავშირებით წინამოწვევის პარლამენტში და ვინ იყო ის, ვინც ფარად ედგა ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღეს ან ციხეში ჩასვეს უკვე, ან უპირებენ რომ გაუშვან. ეს იყო კობახიძე, ეს იყო პაპუაშვილი, ეს იყო სუსის დღევანდელი ხელმძღვანელი მდინარაძე და ეს ხალხი დღეს ქართულ ხალხს და საკუთარ მომხრეებს რო ეუბნება, რომ თურმე წლები იყო კორუფცია და ესე იგი არც მათ და არც ბიძინა ივანიშვილმა არაფერი ამაზე არ იცოდნენ. ამაზე დიდი დაცინვა საკუთარი ამომრჩევლის და ქართველი ხალხის მე არ ვიცი რა შეიძლება რომ იყოს, როდესაც ამას აკადრებენ ქართულ ამომრჩეველს. მე მინდა საერთაშორისო კონტექსტსაც შევეხო, რადგან ეს თქვენთვის ძალიან ახლობელი თემაა. რას აძლევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მაგალითად, ვენესუელაში დიქტატურის დამარცხება? ჯერ ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ დამარცხებულია, იმიტომ რომ როდრიგესები აგრძელებენ იქ ტრამპის ნებართვით მმართველობას. ძმა პარლამენტის თავმჯდომარეა და მადუროს მოადგილე ნელსი როდრიგესი რჩება ისევ ხელისუფლებაში. დღეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყეს. რა სიგნალია ეს ივანიშვილისთვის და რა თქმა უნდა ირანიც? პირველ რიგში ავტოკრატიული სისტემის რაღაც დემონტაჟი და დემოკრატიის აყვავება ვერ მოხდება ერთ დღეში და ორ დღეში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მათ შორის მოვისმინათ სახელმწიფო მდივნისგან ამერიკის შეერთებული შტატების, რომ არსებობს რაღაც ტრანზიციის, ასე ვთქვათ, გეგმა, ხო? ანუ გარდამავალი გეგმა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მათ შორის, როდესაც დიდხანს გამყარებული ავტოკრატიული რეჟიმი ემხობა, იქ მათ შორის არის საფრთხეები, რომ წარმოიშვას ქაოსი, წარმოიშვას ვაკუუმი, რომელიც შეიძლება შეავსოს სხვადასხვა მოთამაშეებმა, ამიტომ გარდამავალი პერიოდი რო არის ყველგან, სადაც ჩამოიშლება ავტოკრატიული რეჟიმი, გასაგებია. ეხლა რას აძლევს საქართველოს მოქალაქეს ის მოვლენები პოტენციურად, რასაც მე ვუწოდებდი, ასე ვთქვათ, გარკვეული უწმინდური კავშირის ჩამოშლას, რომელიც არის შექმნილი მსოფლიოში ავტოკრატიულ რეჟიმებს შორის, ხო? იმიტომ რომ ეს რეჟიმები არიან ერთმანეთთან დაკავშირებული იდეოლოგიურად, ეკონომიკურად, ფინანსურად, რესურსების თვალსაზრისით და მე მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ჩვენს რეგიონში, ასე ვთქვათ, ჩვენთვის მთავარი საფრთხე არის სწორედ ეს მომდინარეობს რუსეთიდან, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი მოკავშირის რუსეთის მოკავშირის ჩამოშლა, იქნება ეს ვენესუელაში, იქნება ეს შუა აღმოსავლეთში თუ სხვაგან, ეს ასუსტებს პოტენციურად, რა თქმა უნდა, რუსეთს, ეს ურტყევს რუსეთის ინტერესებს და მარტივი ფორმულა არსებობს განსხვავებით ქართული ოცნებისგან ამ ქვეყნის მოქალაქეების დიდ უმრავლესობას, ისევე როგორც ყველა დემოკრატიულ პარტიას და საერთოდ ყველა თავისუფალ ადამიანს ჯერა, რომ ყველაფერი რაც აზიანებს პუტინის რეჟიმს, არის კარგი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ჩვენი უსაფრთხოების გამტკიცება, მათ შორის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების გზით, გვჭირდება სწორედ იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი კეთილდღეობა და ეკონომიკური მათ შორის კეთილდღეობა, გრძელვადიანი და მშვიდობა ამ ქვეყანაში სწორედ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებისგან. ვენესუელაში დიქტატურის დამარცხება ასეთ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაშინ ჩვენივე რეგიონში ირანის არ ვიცი რამდენად ახლოა აიათოლების რეჟიმის დამარცხება იქ მონარქიული წესრიგის აღდგენაზე იბრძვის ახლა ხალხი, რომელიც ასევე სოციალური პრობლემებით დაიწყო ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. თქვენ როგორ გგონიათ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა რეგიონში დემოკრატიის გამყარებისთვის, სომხეთის, აზერბაიჯანის
პროევროპულ ალღაზე დარჩენისთვის ირანის პრობლემა. ნუ ახლა ერთი რამ არის ცხადი, რომ ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, რითი დასრულდება ხო ის. რომ არაერთხელ ინახავს. ჩვენ წინ არ უნდა გავუსწროთ მოვლენებს. ჩვენ ცხადია, რომ მათ შორის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი ყოველთვის იყო და იქნება, რომ სამეზობლოში გარდა იმ სახელმწიფოსი, რომელიც პირდაპირ ოკუპანტია ჩვენი ტერიტორიების, ყველა სახელმწიფოსთან მიუხედავად მათი პოლიტიკური სისტემისა გქონდეს ფუნქციური თანამშრომლობა და ურთიერთობები, გასაგებია, რომ ეს, ასე ვთქვათ, ჩვენი გეოპოლიტიკური აუცილებლობაც არის. მაგრამ ახლოს დადგა. ხო, ამას ვამბობ, ფუნქციური თანამშრომლობა, ხო, მათ შორის ჩვენ როგორი რეჟიმიც არ უნდა მართავდეს, გასაგებია თუ ისინი შენ არ გიქნიან საფრთხეს და შენ ტერიტორიას არ იფრობენ, როგორც დაიფრო რუსეთმა ჩვენი ქვეყნის ორი მნიშვნელოვანი რეგიონი, ფუნქციური ურთიერთობა არის საჭირო. მაგრამ გეოპოლიტიკურად თუ მოხდა ცვლილება ირანში, რა თქმა უნდა, ეს შეცვლის ძალიან დიდი თვალსაზრისით ბევრ რამეს, იმიტომ რომ მათ შორის ძალთა ბალანსს ეს პირველ რიგში შეცვლის მაგალითად ისეთი ფორმატების მომავალს, რომელიც შექმნა რუსეთმა 3+3 და ასე შემდეგ. ეს შეცვლის მომავალს ისეთი პროექტების, რომელსაც რუსეთი ცდილობს, რომ შექმნას შუა დერეფნის საპირწონედ, როგორც არის ინდოეთის, ასე ვთქვათ, დაკავშირება. ეს ახლა არის დამოკიდებული ტრამპის სურვილზე. მე ვფიქრობ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მათ შორის ძალიან ხშირად და მე ვფიქრობ, რომ ცოტათი არაინფორმირებულად ადამიანები თვლიან, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ან რომელიმე ამერიკულ ადმინისტრაციას აქვს ფუფუნება, რომ რაღაცა იზოლაციონისტური პოლიტიკა აირჩიოს და დარჩეს საკუთარ, ასე ვთქვათ, ჰემისფეროში, ნახევარსფეროში და რაღაცა ეს უბრალოდ არის ერთი რო არარეალისტური, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები თუ ის გლობალური მოთამაშე არ დარჩა. მეორე ყურადღებით წაიკითხოს ყველამ სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელშიც ცალსახად არის დაფიქსირებული, რომ შუა აღმოსავლეთში ამერიკის ინტერესების დაცვა რჩება დღის წესრიგში. მე მგონი არავის არ დაუმალავს, რომ მათ შორის ირანის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის შეცვლა იმგვარად, რომ ნაკლებ დესტრუქციული იყოს ირანის პოზიცია ისეთი მოთამაშეების გაძლიერებაში, როგორიც არიან არასახელმწიფო ტერორისტული დაჯგუფებები, ჰეზბულა და სხვები და ასევე ტერორისტული სახელმწიფოები, იმიტომ რომ ჩემი აზრით რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, რომ ეს არის დასავლეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ამიტომ ირანი, რომელიც იქნება უფრო ინტეგრირებული, მათ შორის საერთაშორისო სისტემაში, ნაკლებად, ასე ვთქვათ, სახიფათო არის ყველას ინტერესებში, სწორედ ვისაც სჯერა, რომ სოფლიო მოწყობა უნდა იყოს აგებული გარკვეულ თამაშის წესებზე, გარკვეული, ასე ვთქვათ, მათ შორის სტაბილურობა უნდა იყოს, იმიტომ რომ ამ სტაბილურობის უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, არაკონტროლირებადი რეჟიმები, რომლებიც ცდილობენ უკვე მრავალი წელია დააზიანონ საერთაშორისო ინსტიტუციები, იქნებიან მოქცეული რაღაცა საერთო თამაშის წესების ფარგლებში. და ბოლოს ისევ საქართველოში რომ დაუბრუნდეთ, როგორ უნდა გამოიყენოს მსოფლიოში მიმდინარე ტურბულენტობა ქართულმა ოპოზიციამ იმისთვის, რომ დააჩქაროს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს? ხო, ორ რამეს ვიტყვი, ერთი ეს არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა პირველ რიგში უნდა ამ ყველაფრიდან დაინახონ, რომ რაც არ უნდა ძლიერი ჩანდეს ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც აღარ აქვს საკუთარი ხალხის მხარდაჭერა და აღარ აქვს მართებული მიზეზებით, იმიტომ რომ ვერ უზრუნველყო უკეთესი ცხოვრება და გააუარესა საკუთარი ხალხის ცხოვრება, ისევე როგორც საქართველოში, იმიტომ რომ რა არის გაზრდილი ფასები, დაბალი ხელფასი და დაბალი პენსია და დაცემული ცხოვრების დონე ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არის პირდაპირ ამ ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის და მათ შორის კორუფციის შედეგი, რომ ყველა ესეთი ხელისუფლება, რომელიც ვერ ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს, საბოლოო ჯამში დგას, ასე ვთქვათ, თიხის რაღაცა ფეხზე და რაც არ უნდა ძლიერი ჩანდეს, საკმაოდ შეიძლება სწრაფად დაიწყოს ჩამოშლა. ამიტომ ბრძოლა პირველ რიგში უნდა გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხრიდან. ამ ბრძოლას აქვს რაც თავარია სწორი პოლიტიკური, მორალური და ყველანაირად გამართული, ასე ვთქვათ, პოზიცია, იმიტომ რომ
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის და სწორედ იმისთვის, რომ მშვიდობიანი, გრძელვადიანი განვითარება უზრუნველყოთ ამ ქვეყნისთვის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის უფრო ჩემი აზრით პოლიტიკური სპექტრისთვის მაგალითი და გაკვეთილი ამ ყველაფრისგან, რომ მუდმივად მზად უნდა იყო იმისთვის, რომ რეჟიმი ჩამოიშლება და შენ უნდა შესთავაზო შენს ხალხს ალტერნატივა და მე ვფიქრობ, რომ მათ შორის პოლიტიკური პროცესი, რომელიც მოდი ერთმანეთს ვუთხრათ და საზოგადოებასაც არ მოვატყუოთ, რომ დღეს არის საკმაოდ მიძინებული, ეს პოლიტიკური პროცესი სწორედ მიზნად უნდა ისახავდეს იმას, რომ საზოგადოებამ როგორც ჩვენი ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დაინახოს, რომ არსებობს, ასე ვთქვათ, სიცოცხლის უნარიანი, ძლიერი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ რუსულ ავტოკრატიულ რეჟიმს ჩაანაცვლებს კომპეტენტური ხალხის ინტერესებზე გათვლილი და რაც მთავარია, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების, ასე ვთქვათ, დღის წესრიგით მოქმედი ხელისუფლებით, რომელიც სწრაფად შეძლებს ჩვენი ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან ახალი არჩევნების შემდეგ.